მარტო საკუთარ თავზე კი არა, ვიღაცებზე თქვა დავითმა, რომ მეფე ღმერთები არიან. ხო და აი არის მაგალითი საფუძველში. და რა? აი ამის გამო გინდათ რომ ქვები დამკრიბოთ, აი მასე უუბნება რა და აი თითქოს ხო? ეხა ისე რომ წარმოვიდგინოთ ან ებრაელების ადგილას თავი და აი ქვები გვიჭირავს ხელში და ვიღაცამ რაღაცამ კრეხაობა თქვა რომ ღმერთი ვარ. და თუმცა შეიძლება რომ ადამიანმა თავის თავზე ღმერთი თქვას რა. თუმცა არ არის ეს კრეხაობა. ამ ქვებს რაღა უნდა უყოთ. რა თქმა უნდა ეს ქვები უნდა დავყაროთ, ხო? არა. არ ყრიან ამ ქვებს. არ ყრიან და ეს სწორედ აქ არის თავარი სწავლება დღევანდელი სახარების და შეიძლება ითქვას აი განვლილი დღეების დაჯამება. რომ ადამიანი სამწუხაროდ ხდება ხოლმე ისე რომ იღებს გადაწყვეტილებას წინასწარ. როდესაც მას აქვს სრული შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ. აქ ლაპარაკია განსხვავებულ აზრზე და განსხვავებული აზრის მიმართ დამოკიდებულებაზე. კი გასაგებია რომ ესენი ესე ცხოვრობდნენ აქამდე, მაგრამ აი უცებ აღმოჩნდა რომ ამ განსხვავებულ აზრს აქვს არსებობის უფლება. აქვს არსებობის უფლება და ეხლა რატო არ ცვლი მაშინ ამ შენ გადაწყვეტილებას? იმიტომ არ ცვლი რომ წინასწარ გაქვს მიღებული ეს გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მოხდეს მაინც რომ ესე მოიქცე. და რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გადაწყვეტილებას მეორადი სხვა მიზეზით ღებულობ. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ჩვენ ამას წინათ გქონდა საუბარი, რომ სანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს და ეს ებრაელებია რომ ჩვენ აღჭის გასათავისუფლებელი, ჩვენი სასთავისუფლებელი და არა ესე უნდა თქვენ ცოდვის მონები ხართ. აი დღეს გრძელდება ეს თემა და აი ესეთი დაგვირგვინება აქვს შეიძლება ითქვას აი ამ განვლილ 40 დღეს რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორი უცხოც არ უნდა იყოს ჩვენთვის, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ სწორი რეაგირება მოვახდინოთ მიმდინარე მოვლენებზე, თუ ჩვენ წინასწარ არ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რაც ხდება თუ ადამიანი წინასწარ მიდის შეთანხმებაზე თუ კომპრომისზე ცოდვასთან. აი ამის გაკეთება არ შეიძლება. იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც არის დამყოფელი. ღმერთმა მოგვანიჭოს უნარი ყოველთვის სწორი ხედვის. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა.